2016 წლის 19 მარტს თბილისში ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა მცხეთის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორი, საქართველოს ეკლესიის კალენდრის რედაქტორ-შემადგენელი, მიტროპოლიტი გაიოზი, ერისკაცობაში ბიძინა კერატიშვილი. დღეს ამ დიდებულ საპატრიარქო ტაძარში ქართველი მორწმუნე ერი ზეიმობს თავისი 151 პატრიარქის აღსაყდრებას. სვეტიცხოველს ესტუმრა მრავალრიცხოვანი საზოგადოება, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრნი და სხვა მრავალი მაღალი სტუმარი. იმხანად ბევრს არც ახსოვდა უკვე, რომ 1978 წლის 25 მაისს მიტროპოლიტი გაიოზი საბჭოთა უშიშროებამ დააპატიმრა საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით. გაასამართლეს და დაღესტანში გადაასახლეს. დაპატიმრებამდე 2 თვით ადრე საქართველოს კათალიკოსმა ილია მეორე მიტროპოლიტი გაიოზი გაანთავისუფლა ქორეპისკოპოსის მოვალეობისგან და სემინარიის რექტორობიდან დაითხოვა. გაიოზი ურბნისის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ძნელია ახლა იმის თქმა, ზუსტად რამ განაპირობა გავლენიანი მიტროპოლიტისთვის ძალაუფლების შეზღუდვა. გაიოზმა ხომ სულ ცოტა ხნის წინ მე-12 საეკლესიო კრებაზე ღია დაუჭირა მხარი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქად არჩევას. გავრცელებულია აზრი, რომ კერატიშვილის დაპატიმრებას იმ კერატიშვილისა, რომელსაც როგორც ამბობენ კგბ-ს მაშინდელი ხელმძღვანელი ალექსი ინაური მფარველობდა, ხელი შეუწყო ზვიად გამსახურდიას მიერ დაწყებულმა კამპანიამ, უფრო მეტიც განგაშმა, რომელიც გამსახურდიამ დისიდენტურ გამოცემაში ატეხა. მიტროპოლიტი გაიოზი კერატიშვილი არის ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე. სამღვდელო სამოსით შენიღბული წითელი სამღვდელოების ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში, წერდა გამსახურდია. ასეთი აქტიურობით ზვიად გამსახურდია გარკვეული თვალსაჩინით დაეხმარა მიტროპოლიტი გაიოზის მთავარ კონკურენტს ილია მეორეს შეენარჩუნებინა ძალაუფლება. დაახლოებით 10 წლის შემდეგ, როცა ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხდება, მისი და პატრიარქის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა. თეოლოგ ბექა მინდიაშვილს სწორედ გაიოზ კერატიშვილი გავახსენეთ. იმიტომ რომ ბრალდებები, რომლებსაც უყენებდნენ დღეს საქართველოს საპატრიარქოს, გავს ბრალდებებს, რომლებიც ზვიად გამსახურდიამ წაუყენა საბჭოთა ეპოქის ქართულ ეკლესიას. საუბარი იყო ეგრეთ წოდებულ სოდომურ ბრალდებებზეც, რომელსაც გამსახურდია არ ერიდებოდა. გაიოზ კერატიშვილი იყო გამსახურდიას მიერ არაერთხელ გაკრიტიკებული და მხილებული, როგორც თვითონ უწოდებდა ამ ფორმას, ასე ვთქვათ. ეს მაშინ, როდესაც იყო საპატრიარქოში, მას თანამდებობა ჰქონდა და ძალიან კარგი ურთიერთობაში იყო ილია მეორესთან. 70-იან წლებში გამსახურდია უჭერდა მხარს ილია შიოლაშვილის აღსაყდრებას, გაპატრიარქებას და ებრძოდა, ოპოზიციაში იყო გაიოზ კერატიშვილს. ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ მეუფე გაიოზი არის სოდომიტი, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ფაქტიურად ეს არის პირველი, ვთქვათ, პერსონაჟი ამ საეკლესიო სამყაროში, როცა სიტყვა მამათმავლობას ამბობენ. მარტო მის შესახებ არ იყო საუბარი, ზოგადად ამ ცოდვის პრობლემატურობაზე უფრო ზოგადად საუბრობდა იგი, რომ მთელს ეკლესიას აქვს ეს მოდებული ესცენი და ეს არის ის მექანიზმი, რომლითაც იჭერს საბჭოთა კგბ სასულიერო პირებს და რომლითაც მართავს იგი მათ. ეს საბჭოთა ეპოქის წლებში გადაღებული კადრებია, რომლებიც ქართველ მღვდელმსახურთა საქმიანობას ასახავენ. ვხედავთ, რომ ეკლესია ჯერ არაა სავსე. ისე როგორც იქნება სავსე 90-იანი წლებიდან, როცა ილია მეორის პოპულარობა დღითიდღე გაიზრდება ქვეყანაში.
და როცა ზვიად გამსახურდია, საპატრიარქოს შეიძლება ითქვას უკომპრომისო კრიტიკოსი, ცოცხალი აღარ იქნება. ეკლესია ჯერ არაა ხალხით სავსე, იმიტომ რომ ეკლესიის გარეთ კგბ-ს გადაცმული თანამშრომლები დგანან და აღრიცხავენ ყველას, ვინც შედის ტაძარში. მაგრამ დგანან არა მარტო გარეთ. ეკლესია ემორჩილება ხელისუფლებას და გარკვეული თვალსაჩინით ემსახურება კიდეც მას. მოკლე ხანში გამსახურდია ასევე იწყებს ილია შიოლაშვილის, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე კათოლიკოს პატრიარქის რანგში მის კრიტიკას და მის მხილებას, ღიად საჯაროდ იწყებს მის მხილებასა და კრიტიკას და ჩდება დაპირისპირება მასსა და პატრიარქს შორის. ის აგრძელებს აი მხილების ტრადიციულ ხაზს, რომ ჰომოსექსუალიზმი, აი სოდომიის ცოდვა ბატონობს ეკლესიაში, რომ არა, ხელისუფლებაში არ არის. ხო, ეს 80-იანი წლებია, რომ პატრიარქი უწყობს აი ცოდვის მატარებელ ადამიანებს ხელს ეკლესიაში კარიერის გაკეთებაში, ის მფარველობს და ახალისებს ამას, ასევე ეკლესია ისევ ჩაფლულია, ასე ვთქვათ, აი სიხარბისა და მომხვეჭველობის ცოდვაში და თანამშრომლობს საბჭოთა სუპთან, როგორც თვითონ უწოდებდა კგბ-სთან, ხომ? ეს მუდმივი ხაზია, ასე ვთქვათ, კრიტიკისა, სრულიად სამართლიანი ამ თვალსაზრისით, ხო, კგბ-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. და ასევე არსებობს წერილი, რომელსაც ქალბატონი მანანა არჩვაძე კითხულობს თვითონ, ეს არის წერილი ახალგაზრდისადმი, მორწმუნე ახალგაზრდისადმი, სადაც საუბრობს აი სულიერი სხემობის შესახებ, გამსახურდიას სულიერი, ზუსტად გამსახურდიას საუბრობს მისი სულიერი სხემობის შესახებ, იმის შესახებ, რომ მან ვერ მოიპოვა ასე ვთქვათ, ნავსადგური, ვერ იპოვა ეკლესიაში მოძღვრის სახით. ვერც ერთი მღვდელი ვერ ბედავდა გამხდარიყო ჩემი მოძღვარი. ალბათ სიკვდილის შიშით. ხშირი იყო ტერორის შემთხვევები. ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, სალოსი გოდერძი ურგებაძე, რომელიც ბედავდა ჩემთან საუბარს, ვინაიდან სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ მოძღვრობა მას არ შეეძლო. მან ერთადერთმა გაბედა მოენათლა ჩემი ერთი თვის ვაჟი ცოტნე 1976 წელს. სუკის შერისხება შვილებზეც ვრცელდებოდა. ისიც თავის ბინაში, სადაც მას ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. 1984 წლის დასაწყისში ეგრეთ წოდებული თვითმფრინავის ბიჭების საქმის მონაწილეთა სასამართლო პროცესის შედეგად დახვრიტეს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სრულიად უდანაშაულო მღვდელი თეიმურაზ ჩიხლაძე. საპატრიარქომ არათუ პროტესტი არ გამოხატა ამ ფაქტის მიმართ, არამედ გაემიჯრა მას და მღვდლის არასათანადო სასულიერო განათლებაზე გააკეთა აქცენტი. აგერ ამ დღეებში გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის თანახმად 1984 წელს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თლად პანაშვიდი გადაუხადა კრემლის გარდაცვლილ პირველ კაცს იური ანდროპოვს. გაიხსენეს ისიც, რომ ამის შემდეგ პერესტროიკა დაიწყო საბჭოთა კავშირში. ბექამ ინდიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქმა პერესტროიკას მხარი დაუჭირა, განსხვავებით ზვიად გამსახურდიასგან, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლის გზა აირჩია. სწორედ ბრძოლის ამ ეტაპზე შეეცადა იგი მართლმადიდებლობის და ნაციონალიზმის ერთმანეთთან დაკავშირებას, რასაც ბექამ ინდიაშვილის აზრით ილია მეორე არ იზიარებდა. მე მახსოვს ერთი რამ, რომ გამსახურდიამ ცხოვრება დღე იყო, აი მისი გამოსვლა მახსოვს, სადაც თავს დაესხა ბაპტისტებს მაგალითად და სექტანტებად მოიხსენია სხვები, მაგრამ ასევე მახსოვს შეხვედრა სხვა რელიგიურ გაერთიანებასთან, სადაც ის საუბრობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს უნდა ქონდეთ რწმენის თავისუფლება, უნდა იყოს ტოლერანტული განწყობები წარმმართველი საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესია იქნება სახელმწიფო სტატუსის მატარებელი და წარმმართველი ამ მოწინავე ამ თვალსაზრისით, აი სხვა რელიგიებსაც აქვს თავიანთი წვლილი, უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი საქართველოს განვითარებაში. ამას საუბრობდა, მაგრამ როგორც გითხარით, ამ დაპირისპირებაში მაინც შევიდა, ასე ვთქვათ, სხვა რელიგიებთან, სხვა აღსანიშნავად, მაგრამ პარალელურად ზუსტად იგივეს აკეთებს კათოლიკოს პატრიარქიც. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანაპრეზიდენტი 78-დან 84 წლის ჩათვლით. ეს ფაქტობრივად აი კგბ-ს მიერ გაკვალული გზა იყო მისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ორგანიზაციის
სათავეში ვერ მოვიდო და გამორიცხული იყო უბრალოდ ეს. შემდეგ ანდროპოვის ორდენიც კი მიიღო 93 წელს ხალხთან მეგობრობის ორდენი ერქვა ამას. და ეს იყო ადამიანი, რომელიც აი თანალოცვაში მონაწილეობდა, აზიარებდა კათოლიკეებს, აზიარებდა ანგლიკანებს, ამის გამოც ხდებოდა მას კრიტიკა, მაგრამ როგორც ჩანს ეს მისი ბუნებრივი, ასე ვთქვათ, და ღირებულებითი განწყობა არ იყო, ეს იყო რაღაცა საბჭოთა დავალების კონტექსტში დასაკითხი მოვლენა და ამ კრიტიკას ვერ გაუძლო ზეწოლას ვერ გაუძლო. მე მეეჭვება, იმიტომ რომ 91 წელს ამას ვიხსენებ. სწორედ აი მას შემდეგ რაც გამსახურდა თითქოს რადიკალურ პოზიციას იჭერს აი ამ სხვა ეკლესიებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, აკრიტიკებს უფრო სწორედ სხვა ეკლესიებთან თანამშრომლობას და 91 წელს კათოლიკოს პატრიარქი ქმნის სამისიონერო განყოფილებას და სადაც ამბობს შემდეგ სამისიონერო განყოფილების გახსნისას, წარმოთქმული სიტყვაა, რომ სიტყვა და ასე ჟღერს ეს სიტყვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც შეუწყობს ხელს საქართველოში სხვა აღმსარებლობების გავრცელებას, იქნება გამოცხადებული არა მარტო ეკლესიის, არამედ საქართველოს მტრად, ქართველი ერის მტრად. ეს იყო სრულიად ზარდამცემი ფრაზა, იმიტომ რომ მანამდე ასეთი რამ მას არასოდეს წარმოუთქვამს. მართალია თქვენ ადრე უკვე რამდენჯერმე ბრძანდებოდით ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ვიზიტი განსაკუთრებულია და ისტორიული ორივე ეკლესიისათვის, რადგან ახლა თქვენ ეწვიეთ საქართველოს როგორც უძველესი და უპირველესი ეკლესიის მამათმთავარი და მსოფლიო პატრიარქი, ღირსეული გამგრძელებელი იმ ტრადიციებისა, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ეკუმენურ საპატრიარქოს. ხოლო 93 წლის ეპისტოლეში საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს დგას საფრთხის წინაშე, ეს არის სექტების გავრცელება და სექტებად მოიხსენიებს იგი კათოლიკე ეკლესიას, ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას, ლუთერულ ეკლესიას, ვედურ რელიგიებს და ასე შემდეგ. საქართველოს პატრიარქი უდიდესი როლი ითამაშა არა მარტო ეკლესიის, არამედ დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის განვითარებაში. აი ჩვენ რომ სახარებისეული პოსტულატი მიეც კეისარს, კეისრისა და ღვთისა, ღმერთს ღვთისა. აი სწორედ ამის განსახიერება იყო მისი უწმინდესობა, რომელიც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ლოიალური იყო, რა თქმა უნდა, თვალს ხუჭავდა რაღაც საკითხებში და კეისარს, კეისრისას აძლევდა, აი მაგალითთვის შემიძლია ვთქვა, ისე როგორც დაუშვათ ეფრემ მეორე თავის დროზე, მაგალითისთვის, რომ საეკლესიო ლიტერატურა კალენდარში იყო ლენინის დაბადების დღე, როგორც ასე ვთქვათ, საერო ღირსშესანიშნავი დღე, 7 ნოემბერი. ეს იყო, ეს ხარკი იყო, მაგრამ ამავდროულად ის რაც არის ღვთის, ის რაც არის ეკლესიის ფუნქცია, ჭეშმარიტების გადაგება, მოსახლეობის მორალურ ზნეობრივი გაჯანსაღება, ეროვნული თვითშეგნების, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, გრძნობის განვითარება, ამ კუთხით ჩვენი პატრიარქები და მით უმეტეს უწმინდესი ილია მეორე იყო შეუვალი. თუნდაც ის ფაქტი, რა ყველა ჩვენ წარმოგვიდგენია, რა ზეწოლა იყო ეკლესიაზე, მაგრამ სიონის ეზო გადააქცია დისიდენტთა შეკრების ადგილად. სადაც თვითონ მიდიოდა წირვა-ლოცვაზე, მთელი ეს ჯგუფი ადამიანებისა ხომ მას მიყვებოდა. ეს იქნებოდა თბილისში თუ რაიონებში. აი მაგალითთვის შემიძლია ვთქვა, რომ არა მარტო მორწმუნეები, ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც სტიქაროსნები საკურთხეველშიც ვიყავით, არამედ ეზოში იყო ნაკლებ მორწმუნეები, ათეისტები, იუდაველები, კათოლიკები, ეს ადამიანები, რომლებიც ღიად ავრცელებდნენ პროკლამაციებს, ლიტერატურას, ხმამაღლას საუბრობდნენ სიონის ეზოში, სასულიერო პირები მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს, მათ შორის ფინანსურადაც, მისი უწმინდესობა ფინანსურადაც გვიწყობდა ხელს. გათიშე და იბატონე იმპერიული მოსკოვის გამოცდილ ტაქტიკას ოპოზიცია ეროვნული მოძრაობა უნდა დაეზიანებინა. ეს აშკარა იყო. მამუკა გიორგაძე, რომელიც იმხანად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მოგვიანებით იტყვის, რომ დამოუკიდებლობის იდეამ ეროვნული მოძრაობა გააერთიანა, მაგრამ სახელმწიფოებრიობის იდეაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორი იყო პატრიარქის პოზიცია ამ დროს?
სამწუხაროდ გამსახურდიასთან იყო პრობლემები, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდანაც, რომ აი ამ საქმეში ზღვარი, ამ ფაქიზის ზღვარი, რომელიც გადის ხილებასა და ტრისწისკვილზე წყლის დასხმას შორის ეს ყოველთვის არ იყო დაცული. ამას ემატებოდა დოგმატური საკითხები. ამას დოგმატური საკითხები, აი დღესაც არის წარმოდგენილი თითქოს რომ ბრძოლა რაღაც ტახტისთვის. არა ბატონებო, იქ დოგმატური საკითხები ემატებოდა, ახლა დღეს უბრალოდ მარტო ერთი რო დავასახელო საკამათო თემა სამებაში სქესის საკითხი. ხო წარმოგიდგენიათ რა დატვირთვის საკითხია და იქ სასულიერო პირებს და აი ამ იდეის ავტორებს შორის რომ დაპირისპირა იქნებოდა ხო ყველასთვის ნათელია და მრავალი სხვა თემები დაუშვათ იგივე დამოკიდებულება, თუმცა დოგმატური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ და აი იგივე როცა ვსაუბრობთ გამსახურდიაზე შტაინერის თემა შემოდის აქ და აი ეს მიმართულება აი ამ კუთხით და აი დაძაბულობა რომელიც ჰქონდა მას ეკლესიებთან. ეროვნული მოძრაობა, როგორც გითხარით, არის რელიგიური მოძრაობა, ასე ვთქვათ, რელიგიის აღდგენის, დაბრუნების კენმიმართული მოძრაობა. პირველივე აქციაზე ეროვნული მოძრაობის 1987 წელს თორჩლების სექტემბერში იყო ეს აქცია, მაგრამ მეც მონაწილეობდი, პატარა ვიყავი ძალიან მაშინ. დროშებთან ერთად იყო ხატები და ჯვრები, ხო, გამოტანილი ამ აქციას და მთელი ეროვნული მოძრაობის განმავლობაში ნებისმიერი აქცია იყო, ასე ვთქვათ, ამ აქციის ანტურაჟი იყო ეს რელიგიური სიმბოლოები, იწყებოდა და სრულდებოდა ლოცვებით, გამოდიოდნენ ზვიად გამსახურდიას ან სხვა ეროვნული ლიდერების მომხრე სასულიერო პირებიც მათ შორის. და ნუ აი რაღაც ეროვნულ რიტუალებს, ეროვნულ რელიგიურ რიტუალებს წააგავდა ეს აქციები. კათოლიკოს პატრიარქი? ხო, და კათოლიკოს პატრიარქი იყო თითქოს განაპირებული ამ მოძრაობისაგან და დაპირისპირების აი ველზე ეხლა გამახსენდა უბრალოდ და ამის არც ხმა არ შეიძლება. ყველაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს აი ამ დაპირისპირების გაჩენის შესახებ უკვე კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ გამსახურდიასთან ის თუ რა პოზიცია დაიკავა ილია შიოლაშვილმა მისი დაკავებისას, გამსახურდიას და კოსტავას დაკავებისას. მან გამოაქვეყნა წერილი ლიტერატურულ საქართველოში, სადაც ბრალსდებს, დაკავებამდე ხდება. ასევე მას იმაში, რომ თითქოს ფაშიზმს უწყობს ხელს. ამის შესახებ საუბრობს აი ამ ცნობილ ჩანაწერში, წერალთა კავშირის ჩანაწერში, სადაც ხდება გამსახურდიას გასამართლება, ასე ვთქვათ, წერილების კოლეგების მიერ ამ კრებას უძღვება გრიგოლ აბაშიძე და აი იოსებ ნონეშვილი ცნობილი პოეტი იყო, პოპულარული პოეტი იყო მაშინ, იღებს სიტყვას და ამბობს ესეთ რამეს, რომ ის არის აღშფოთებული მიუხედავად იმისა, რომ პატივცემს გამსახურდიას ოჯახს და ამით იწყება ყველა გამოსვლა ფაქტობრივად, რომ ეს გამსახურდიას შვილი როგორ შეიძლება ეგეთი იყოს და ასე შემდეგ, ხო? აი ამბობს ესეთ რამეს, რომ ესე იგი, რა თქმა უნდა, აღელვებულია და აღშფოთებულია იმით, რომ თითქოს გამსახურდია ხელს უწყობს ქართველი ფაშისტების სახელების, ასე ვთქვათ, პოპულარიზაციას, გენერლების თუ მწერლების და აღელვებულია, რა თქმა უნდა, ის ეთანხმება პროკურატურასაც და ეთანხმება კათოლიკოს პატრიარქსაც. გამსახურდიას წინააღმდეგ კრიტიკაში და მხილებაში, გამსახურდიას მხილებაში. ანუ პროკურატურა და კათოლიკოს პატრიარქი აი ერთად აყავს მოყვანილი იოსებ ნონეშვილს. ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, დღესაც ამტკიცებს, რომ პატრიარქი ილია მეორე უკვე აღარც მალავდა, რომ მისი სიმპათია ეროვნული მოძრაობის შიგნითაც გამსახურდიას ოპონენტების მიმართ იხრებოდა. იქამდე სანამ ეროვნული მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდოდა და იმის მერეც, რაც ზვიად გამსახურდია ქვეყნის სათავეში მოვიდა და თავისი ოპონენტების ნაწილი კრემლის აგენტებად მონათლა. ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას. სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეებრივ უფლებებს.
სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა. აი გაგახსენებ მაგალითად კიდევ ერთ ფაქტს, რომ პატრიარქი გამოდის და როდესაც ესე იგი აი მხედრიონის, რომელიც იყო ძვიური ტერორისტული დაჯგუფება და ესე იგი მათ რაღაც დაჭრეს სახელმწიფო მოსამსახურეები, პოლიციელები, დაწყრილეს რამდენიმე შენობა და დაიწყო ესე იგი მხედრიონის დაჭერები, განეიტრალება. ხო, აი პატრიარქი მაგალითად გამოვიდა და თქვა, რომ ესე იგი გამსახურდიან პრეზიდენტმა აუცილებელია დიალოგი აწარმოოს და მოусმინოს სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეებს და რაღაც ასეთი. აქ არ არის საუბარი, აქ არ იყო პოლიტიკურ ოპოზიციაზე ლაპარაკი. გოგი. ეხლა ეს ამერიკელებთანაც იყო შემდგომ გამსახურდია საუბარი და ისე უბნება იმას ჯეიმს ბეიკერს პასუხობს, რომ ესე რა ქვია, აქ არ არის პოლიტიკურად დაპირისპირებაზე საუბარი. ესმის რომ ეს ხალხი კონკრეტულ დანაშაულს ჩადის. ესმის მას რა ქვია, ასახიჩრებს ხოცავს ხალხს და ასე ვთქვათ, ატარებს ტერორისტულ აქტებს და მეორეს მხრივ, როდესაც ესე იგი მამამ მოუწოდა ილია მეორეს, ესე იგი ერთის მხრივ ხო იმან ესე იგი მოუწოდა ამ დამნაშავეებისთან დიალოგისკენ, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ესე იგი მამაჩემი თხოვდა უფრო ქმედითი, უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას, იგივე რაღაც მორალური შუამავლის როლი რომ ეკისრებინა, იგივე ის რომ საზოგადოება არ გახლეჩილიყო, იგივე რომ ესე იგი რაღაც დისკუსიის თუ რაღაც ჯანსაღი გზით წარმართულიყო ეს პროცესები, ის როგორც წესი მასთან ურთიერთობას თავს არიდებდა. მისი უწმინდესობის ქმედება 9 აპრილს. ეს არა მარტო ის, რაც მან თქვა, მე როგორც მოიქცა და შეიძლება დაიჯეროთ, რომ გაყვანის მოტყუებით გაყვანა რომ უნდოდა და მის მოუწმინდესო ფიზიკურად გაარღვია კორდონი. და აი მეც კი გაუცებული ვიყურებდი მის გვერდით, თითქოს მეგონა რომ მისი ყველა უნარჩვევა ვიცოდი და შემცაც კი გაურკვეველი იყო, მოულოდნელი იყო და ფიზიკურად გაარღვია კორდონი და მოშიმშილეებს შორის ჩადგარო, სადაც თქვენ იქაც მე. გიორგაძე დარწმუნებულია, რომ ილია მეორე იმხანადაც და შემდეგაც ამ დაპირისპირების წინააღმდეგი იყო და ერთგვარი გარანტიც იყო ერის გაერთიანებისა. ასევე იყო 90-92 წლებში. არ დაუტოვებია შანსი. არ დაუტოვებია. აი გახსოვთ იქ დაპირისპირება იყო, კონგრესზეც მოვიდა, დაგლოსა და გვითხრა. არ დაივიწყეთ რომ არსებობს მეორე მხარე. უზენაეს საბჭოს ხომაზეც მივიდა და დალოცა და უთხრა, არ დაივიწყოთ რომ არსებობს მეორე მხარე. იქნებ მოძებნოთ. რამოდენიმეჯერ შესთავაზა კიდევაც მხარეებს საპატრიარქოს ტერიტორია, როგორც ნეიტრალური ტერიტორია ურთიერთობისათვის. ქონდა ინიციატივა, რომ ჩვენ დავდგეთ. აი მე უკვე დაპატიმრებული ვიყავი და ამიტომ მე პირადად ვერ დავადასტურებ, მაგრამ როცა როგორც მითხრეს, რომ იყო ასეთი ინიციატივა, უბრალოდ მისი უშუალოდ მისგან არ მომისმენია, თორე დადასტურება როგორ არ შემიძლია, რომ გავიდეთ სასულიერო პირები და ჩავდგეთ შუაში. და როცა რომ ჩვენ ვერ ავიღებთ, შემოუცვალეს რომ ვერ ავიღებთ გარანტიას, რომ აქ რამე არ მოხდება, ну ბუნებრივია რომ მისი ყოფნა კიდევ უფრო მეტად დაძაბავდა სიტუაციას. ილია მეორე იმ დღეს, როცა გამსახურდია თავის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მიტინგს მართავდა, ეროვნული მოძრაობის მეორე ფრთას შეუერთდა. შეიძლება სწორედ იმ ფრთას, რომლის გზას გამსახურდია ბარაბას გზას ადარებდა. როცა უთხარი ბატონ ჯაბას რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებული. მან მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველა და რას იწვის ხალხი, რომ მე რომ შიმშილი შევწყვეტო. და მე ვუთხარი, ხალხი იწვის იმას,
რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს. ჩვენ კადრებს ხედავთ დღემდე ილია მეორის ოპონენტები მუდმივად აქვეყნებენ ხოლმე საქართველოს პატრიარქი ჯაბა იოსელიანთან ერთად საქართველოს პატრიარქი ჯაბა იოსელიანის იუბილეზე დიდი პანიგირი კი მოვისმინეთ ჩვენი ხო შევარდნაძესთან ერთად და ასე შემდეგ. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თავად საპატრიარქოც მონაწილეობდა პუტჩში და გადატრიალებაში. ეს არის ძალიან როგორ ვთქვა წვრილად აი სკრუპულოზურად შესასწავლი საკითხი, იმიტომ რომ კათოლიკოს პატრიარქიც და საპატრიარქოც მონაწილეობდა მანამდე დიალოგის პროცესში. საპატრიარქოში იმართებოდა ოპოზიციისა და ხელისუფლების გამსახურდეს ხელისუფლების დიალოგის ფორმატი იყო შექმნილი საპატრიარქოში და ისინი მონაწილეობდნენ თითქოს ამაში. დამხობის პროცესში ფაქტია რომ განზე გადგა საპატრიარქო და შევარდნაძის ჩამოსვლას მიესალმოდა. შევარდნაძის ჩამოსვლა პირდაპირ ასე ვთქვათ საპატრიარქოს და უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის მხარდაჭერით იყო, ასე ვთქვათ, აღბეჭდილი. პირველად საკეთებს შევარდნაძე არის გარბის სიონში, ინათლება, გიორგის ირქმევს, პირჯრის სახლას იწყებს, ეს ღვთისმშობლის და მერაბ კოსტავას პორტრეტების ფონზე ინტერვიუს აძლევს, ერთ-ერთ პირველ ინტერვიუს, გამოუგნებელი იყო ეს კოსტავას პორტრეტი განსაკუთრებით. და კათოლიკოს პატრიარქიც მუდმივად აქებს ედვარდ შევარდნაძეს. გადადგომას აპირებდა თუ გახსოვს და ხალხი დაიჩოქა იქ ეგ იყო, აი როგორ ვთქვა, ეგ არის აი საკვანძო მომენტი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმემართების გააზრებაში უკვე შემდეგ. დიდი ხანი არ ყოფილა ასეთ გაჭირვებაში საქართველო. და დღეს შეუძლებელია ბატონი ედუარდ შევარდნაძის გადადგომა. მე მინდა ვთქვა, რომ ის ჯვარი, რომელიც ღმერთმა უბოძა მას, მან ბოლომდე უნდა ატაროს. მთელი საქართველო ღელავს. ამიტომ მე უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენ სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური. ფაქტობრივად აი ამ მომენტში გაიმეორეს შუა საუკუნეების კურთხევის რიტუალი, სამეფო ხელისუფლების კურთხევის რიტუალი, ხო, ლეგიტიმაცია აკლდა ბუნებრივად, ამაზე არაერთხელ მithქვავს, აკლდა შევარდნაძის ხელისუფლებას, ცარიელი იყო ამ თვალსაზრისით, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, არ ქონდა დემოკრატიული ლეგიტიმაცია და მას ჭირდებოდა დამატებითი საყრდენი. რა იყო ეს? დაჩოქილი ხალხი და კათოლიკოს პატრიარქი. პატრიარქი პირდაპირ ამბობს ამ სიტყვებს, გამოსტაცებს ხელს და ეს მოღიმარი და ენერგიული სახით კათოლიკოს პატრიარქი ამბობს, რომ ის როგორც საქართველოს სულიერი მამა ედუარდ შევარდნაძეს აცხადებს საქართველოს ხელმძღვანელად. აი რაღაც ასეთ ფრაზას წარმოთქვავს. ეს ჩანს მე მთელ მის მოღვაწეობაში მუდმივად აი რაღაც ქორწინება იყო, ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ითქვას, ქორწინება იყო ეკლესიისა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისა. ეს არ არის უბრალო დაფნა. ეს არ არის უბრალო წირვალოცვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვესწრებით. ეს არის სიმბოლო ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი ძლიერებისა და ჩვენი გამარჯვებისა. ილია მეორე უბრალოდ ესე იგი მოქმედებდა რაღაც საკუთარი სქემის და საკუთარი გეგმის მიხედვით. და ეს გეგმა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყო მიმართული ეროვნული მოძრაობის ესე ვთქვათ გახლეჩვაზე, ეროვნული მოძრაობის ესე ვთქვათ დასუსტებაზე. ყოველ შემთხვევაში ამ გეგმის მესვეურები იყვნენ
იგივე ჯაბა იოსელიანი, კომუნისტური ინტელიგენცია, ეს ქვია პარტიული ნომენკლატურა, ახლა იგივე ეროვნული ფორუმი, ხალხის მხედრიონის წინა პერიოდში მე იგივე მაშვილთა კორპუსი ხო ვის მიერ შეიქმნა ხო გურამ გელაძის ეს რაღაც კომუნისტი მაგნატების ესე ვთქვათ ინტელიგენციის და სასულიერო პირების მათ შორის ხარდაჭერით გესმის ანუ აი ეს ის მუდამ ამ ხარეს იყო გესმის ამ ხარეს აი ილია მეორე მაგალითად რეგულარულად ხდებოდა ამ იქით მხარეს მდგომ პირებს ასე რომ ვთქვათ რა რეგულარულად ხდებოდა მათ არაკლად მითი დალოცვა კუთხევა საჯარო რაღაც ღონისძიებებში არ ქონია შემრიგებლის როლი არ ქონია ეს გაზვიადებულია ეს არის ბრმევლის მოგონელი ზღაპარი რომ ეკლესია ყველას მამა იყო და ის უღირს შვილებზეც ვერ იტყოდა უარს ეკლესიამ უღირს საღირსეულ შვილებზე კი არა თქვა უარი ან კი არ უნდა ეთქვა უარი ეკლესიამ ცალსახად უღირს დაუჭირა მხარი პატრიარქის გადახაზული და გადმობრუნებული სურათები ზვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ ქართული უახლესი ისტორიის ერთ-ერთი სახე გახდა დღეს ბევრს არ სჯერა ამის თუმცა ქვეყნის უახლესი ისტორია იმდენად კარგად იცის რომ ახსოვს ილია მეორის სიტყვები ჯაბა იოსელიანის იუბილეზე ედუარდ შევარდნაძის მონათლა და განსაკუთრებით ის დღე, როცა შევარდნაძემ გადადგომა გადაწყვიტა და მას ხელისუფლებაში დარჩენა დაჩოქილ ხალხთან ერთად პირადად ილია მეორემ სთხოვა. ვისაც კი ასოს უხსენებია ყველა გამოყარეს ეკლესიიდან და სემინარიიდან და აკადემიიდან. არა მხოლოდ ეკლესიიდან, აი სემინარიიდანაც კი ყველა გამოყარეს, ვისაც კი ასოს უხსენებია. ხო ხდები ახლა მხატვრულად ვამბობ რა. ახლა აქ ისე არ იყო საქმე, რომ ეკლესია პოლიტიკაში ვერ ჩაერეოდა და ის ყველას მამა იყო. ეს არის მინდა მოგონილი სისულელე. ახლა ორ თვეში შენ ადგედა იმას, რა ქვიან, იმას ვინც საქართველოს სისხლში ჩაახრჩოდა, პირდაპირ აცხადებდა, რომ მიტინგზე გამოსული ხალხი ტყვიას მიიღებს და დაიხრიტება და შენ პატრიარქი გამოდიხარ და ამ ხალხს იმას რა ქვია ნაცლავდა ლეგიტიმაციას აძლევ მე აღარ ვიძახი 93 წლის დაჩოქებაზე ხო და იმას რა ქვია ლოცავა მარბიელებს და ყლელებს და ქვეყნის დამაქცევრებს ხო ეს არავითარ პოლიტიკაში აჯდება ასე რომ მოქცეულიყვნენ ჩვენი წინაპრები ასე რომ მოქცეულიყო ეგრეთ თევდორე დღეს აღარ იქნებოდა თევდორე და იქნებოდა ვიღაც თევდორე გამყიდველი ასეთი რამ აღარ გაუმეორებია მას არც სააკაშვილთან არც ივანიშვილთან იცით როგორ არის შევარდნაძის ხელისუფლებასაც დაუპირისპირდა და შევარდნაძის დაუპირისპირდა საპატრიარქოს ერთი ეს იყო ივანე პავლე მეორის ჩამოსვლა საქართველოში რომელსაც არ აძლევდა ასე ვთქვათ მწვანე შუქს არ უნთებდა საპატრიარქო და საუცილებელი იყო და მას შევარდნაძის ხელისუფლებასაც სპეციალური წარგზავნილებიც კი დაჭირდა რაღაც მისია დაჭირდა საპატრიარქოში სპეცმისია იმისთვის რომ თანხმობა მიეღო ამაზე ასევე ჩაუშალეს რომის საღდართან ვატიკანთან ხელშეკრულება 2002 წელს ჩაუშალეს გამოფენა 2000 წელს რომელიც უნდა გამართულიყო ნიუ-იორკში ქართული საგანძურისა დიდი გამოსვლები იყო ამასთან დაკავშირებით დაუპირისპირდა ეროვნულობის ამოღებასთან დაკავშირებით მაგრამ ეს ილია მეორე თუ საპატრიარქო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ილია მეორე და საპატრიარქო ერთ და იგივეა ეს არ უნდა გავყოთ არასოდეს. აი ეხლაც ესეა. ილია მეორე არის საპატრიარქო. ეს არასოდეს არ უნდა გავმიჯოთ ერთმანეთისგან. და ყველაზე მნიშვნელოვანი დაუპირისპირდა დასავლურ ორიენტაციას. კათოლიკოს პატრიარქი. აი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 98 წელს ევროპის საბჭოში შედის საქართველო, აი ამ მოვლენასთან დაკავშირებულ სიტყვაში პატრიარქი ამბობს რამეს რომ საქართველოს დაუპირისპირდეს დასავლეთიდან მომავალ რელიგიურ საფრთხეს სექტებს და საქართველოს დაუჭიროს მხარი მართლმადიდებლურ ეკლესიას ფინანსურადაც რომ იგი გაძლიერდეს მაგრამ ყველაზე უფრო თვალსაჩინო იყო ის რომ მას შემდეგ რაც შევარდნაძე იწყებს ლაპარაკს ნატოზე და ამბობს ესეთ ფრაზას რომ 2007 წელს ჩვენ უკვე დაუკავკუნებთ ნატოს კარს და იწყება რაღაც თმის და აღჭურის პროგრამა და ასე შემდეგ კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეს ჩდება ჩანაწერი პოლიტიკური და სამხედრო ნეიტრალობის შესახებ. ეს იყო აი ღია დაპირისპირება საქართველოს დასავლურ კურსთან. ეს დაპირისპირება ჩანდა ისევე როგორც ბოლო მომენტში 2003 წელს კათოლიკოს პატრიარქი არ მივიდა
პარლამენტში ბოლო სიტყვები ერთ-ერთი ბოლო სიტყვები შევარდნაძისა იყო პატრიარქს მოუხმურდა თითქოს კათოლიკოს პატრიარქი როგორც კათოლიკოს პატრიარქი ბრძანებს და ამ მომენტში გაყავთ იგი ხომ არ მივიდა მაინც საბოლოო ჯამში მადლობას მოვსადებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე იმერს ვიტოვებ ედუარდ შევარდნაძის და ილია მეორის ერთიანობისა და თანამოაზრეობის მითი 2003 წელს დაინგრა, როცა საქართველოს პატრიარქი არ მივიდა პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეიკრიბა და სადაც უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით შევარდნაძე. რატომ არ მივიდა? რატომ დაუჭირა მან მხარი ღიად ვარდების რევოლუციის გმირებს? ცოტნე გამსახურდია ამბობს, რომ ამას ერთადერთი მიზეზი აქვს. საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის იმის მხარეს იყო, ვინც უფრო ძლიერია. ილია მეორე ყოველთვის დგას ძალის მხარეს. მოგოგი რა მოხდა და ახლა ის მიუხედავად იმისა, რომ ახლა შევარდნაძესთან მას აბსოლუტურად განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა და შენ გინახავს აი თუნდაც მისი ციტატები, მისი სიტყვები, გამოსვლების ტექსტები შევარდნაძის იუბილეებზე, ახლა რო ჩამოვიდა შევარდნაძე, აი ქვეყნის ესე ვთქვათ, იმიდან ქვეყნის ნგრევის დაწყებიდან 2 თვეში მან რა სიტყვები თქვა უახსოვს, რომ ესე იგი ის ბატონ ედუარდს ხალხი არაპატიებდა, რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო. და მაგ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს რაღაც სისულელეები, რომ ესე იგი ეს ძიმე ჯვარი მისცა მას ღმერთმა, მაგრამ მას მისცა მისი ტარების ძალს ის იგივე აქვს შესაძლოა მამაჩემზეც ნათქვა. დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია პირველი პრეზიდენტი საქართველოსი. მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში. მიუხედავად ამისა, ის მაინც ყოველთვის საბოლოო ჯამში ძალის მხარეს არის. ახლა მოდი ესე ვთქვათ, ამ ყველაფერს მათ ასეთ ქცევას ხარს უმაგრებს საზოგადოების დაკვეთა. იმიტომ რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ყველაფერს იღებს კრიტიკის გარეშე და ამარცხებს გესმის. აი გამოვა ვიღაც და გეტყვის, აბა რა ექნა ძალას დაპირისპირებოდა? აბა რა ექნა დაენგრია ეკლესია, გესმის? აბა რა ექნა ესე იგი და დღეს ჩვენ აი ფორმალურად ესე იგი მათ რომ ვკითხოთ დღეს დღევანდელი მან ააღორძინა ქართული ეკლესია. დღეს რომ ეკლესია ძლიერი, ასეთი ძლიერი ჯერ არ ყოფილა. ის რომ დღეს 46-დან 42 ეპისკოპოსს დღეს დიდი ბიზნესი აქვს და ქვეყანაში რომ ათასობით ბავშვი შიმშილობს და ის რომ ტაძრებით ბიზნეს ცენტრებადაა გადაქცეული, მაგრამ ჩვენი საზოგადოება შეხედე დღეს რეები ხდება, ხო? ესე იგი, ჩვენი საზოგადოება მე ვერ დავიჯერებ ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში იმის ფაქტსაც თუ ზინაპირობას, რომ ჩვენი საზოგადოება უკეთესი გახდა ამ ეკლესიის აღორძინებით. გნებავს მორალურად, გნებავს რა ვიცი რაღაც. ინტელექტუალურად ასე შემდეგ და რაში გამოიხატება ეს აღორძინება? აღორძინება არის ეს ოქროს გუმბათები და მოოქროვილი ხატები? ესმის, ანუ რელიგია და ესე იგი რელიგია პროფანაცია განიცადა, სრული პროფანაცია განიცადა და გახდა ასე ვთქვათ, აი წმინდა სადაზღვევო ფუნქცია შეიძინა რა. თუმცა თუ კი ისევ მოსკოვის და კგბ-ს ფაქტორს გავიხსენებთ, საპატრიარქოს პოზიცია არ უნდა დაგვავიწყდეს 2003 წლის შემდეგაც, როცა ილია მეორე თავის საშობაო ეპისტოლებში მაგალითად მძაფრად აკრიტიკებდა ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ხოლო ბოლოს შეხვედრის დროს მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს. შეგვიძლია ეტაპობრივად გავიაროთ ეს გზა, ხო? გამსახურდიას და პერესტროიკის პერიოდში ფაქტობრივად ეკლესია იღებს იდეოლოგიურ ლეგიტიმაციას, მართლმადიდებლობა უნდა გახდეს, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური საფუძველი იმ ასე ვთქვათ, მუტაციისა თუ რაღაცა ცვლილებისა, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმიდან უნდა გაიაროს საქართველოს, ეს ჩანს ჯერ კიდევ აი ნომენკლატურულ ფილმში მონანიება, რომელიც აი რელიგიურ ენაზეა ფაქტობრივად შექმნილი რელიგიურ ენაში
არის შექმნილი, შეიძლება ასე ითქვას, და აი ნომენკლატურა იძებს გამოსავალს რელიგიაში, გზა ტაძრისკენ, ეს ჩანს აი ძალიან ცნობილ გამოსვლაში რევაზ მიშველაძისა, ამაში უკელისა, რომ მე მართლმადებელი კაცი ვარ და მე კომუნისტი კაცი ვარ და ჯვარი მკიდია პატრიარქისა და აი ეს იდეოლოგიური საყრდენის შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ის იღებს ექსკლუზიურ ბატონობას რელიგიურ ველზე, ექსკლუზიურ ბატონობას მედიაში, იმიტომ რომ ამ დროს წლებ 97 წლიდან იწყება ერთი მხრივ დევნა რელიგიური გაერთიანებებისა, სხვა რელიგიური გაერთიანებებისა და თავისუფლდება მედიის სივრცე ეკლესიისთვის, ფაქტობრივად წყდება გადაცემები ბიბლიაზე, რელიგიებზე, არაფერი ესეთი აღარ არის, მარტო გამოდიან სასულიერო პირები და საუბრობენ რაღაც ქადაგებებს ვისმენ ჩვენ მათგან და ასევე იწყება ეს ტრანსლირება მწირვალოცვებისა ამ პერიოდში სააკაშვილის პერიოდში ეკლესია იღებს ამ არბიტრის ფუნქციას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მუდმივად, აი ამ არბიტრის როლში ცდილობს იგი ყოფნას, როგორც აი ზე კონსტიტუციური, ზე პოლიტიკური ინსტანცია და ამავდროულად მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება დაიწყო შევარდნაძის პერიოდში ეკლესიისა ბიუჯეტიდან, ამავდროულად წარმოუდგენლად იზრდება მისი ეკონომიკური შესაძლებლობები, დაბრუნებული თუ გადაცემული მიწები, 100 ჯერ გაზრდილი ეს ბიუჯეტი და სრული უკონტროლობა ამ თვალსაზრისით მართლმადებელი ეკლესიის შიგნით ასე ვთქვათ ტენდენციების, რაც უკავშირდება პოლიტიკურ ორიენტაციას. და გაუმჭრვალობა. ხო, გაუმჭრვალობა და ორიენტაციას, იმიტომ რომ ამ პერიოდში, ესე იგი, თითქოს ძლიერდება ეს პრორუსული ჯგუფები, ბოლომდე ძლიერდებიან და იღებენ ხელისუფლებას ეკლესიაში პრორუსული ჯგუფები, როგორც აი მაგალითად სხალთის მიტროპოლიტი, რომელსაც ასევე აფინანსებს სააკაშვილი. ხო, საპატრიარქოში მართლმადიდებლობა. მაგრამ საპატრიარქო არის ილია მეორე. ხო, საპატრიარქო რა თქმა უნდა არის ილია მეორე, რა თქმა აქ ორი აზრია, ხო. და ბოლო განაცხადი და ეს აი ამ დაპირისპირების ველში უნდა წავიკითხოთ ჩემი აზრით ის მოვლენები, რაც ეხლა ხდება საპატრიარქოში. ბოლო განაცხადი ამ ეკონომიკური ძალაუფლების, იდეოლოგიური ძალაუფლების და მედია ძალაუფლების მოპოვების შემდეგ არის მოსვლა პოლიტიკაში. საპატრიარქოს ეკლესიის მესვეურებს სურთ წარმართონ პოლიტიკური პროცესი. ამის შესაძლებლობას მას აძლევს ჯერ კიდევ სააკაშვილის ოპოზიცია, ანუ ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ აი მობრძანდით და დაგვიდექით გვერდით და ჩანს ღიად ასე ვთქვათ პოლიტიკური მესიჯებით ჩანან მღვდელმთავრები და ბუნებრივია უჩნდებათ ამ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი და ქართველი ერის რაღაც წარმართვის სურვილი და აი აქ უკვე დაპირისპირებაში მოდის ივანიშვილის ხელისუფლებასთან. ჩვენ იზღაგვრჩება დავაკვირდეთ სურათებს, რომლებსაც საქართველოს პატრიარქი სხვადასხვა დროს ხელისუფლების პირველ პირებთან იღებდა და შევადაროთ ერთმანეთს ეს სურათები. როგორც იტყვიან, ჩავაცქერდეთ. ჩავაცქერდეთ პირველ რიგში ადამიანს, რომლის როლი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როლი ნებისმიერი პოლიტიკოსისა, ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველისა, როლიც და ავტორიტეტიც. ერთგვარი შექსპირისეული მასშტაბის ვნებები თამაშდება დღეს საქართველოში ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაში. სხვებსაც უნდათ იყვნენ ასეთივე ავტორიტეტულები, როგორც საქართველოს პატრიარქია, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მაგრამ სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე. მაშინაც კი, როცა თითქმის ამოუწურავია შენი შესაძლებლობები.